26 მაისის მოვლენების მთავარი მოწმე 2011 წელს აქციის დარბევის ფაქტის გამოძიებას ითხოვს. ოლეგ ჟვანია დღეს აქციის ღამეს მისი კუთვნილი ფართის სახურავზე ცხედრების აღმოჩენის ფაქტებს იხსენებს. მისი თქმით, მას შემდეგ რაც გადამეტებული ძალის გამოყენების და ადამიანთა სასტიკად ცემის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, დღის წესრიგში დანაშაულის დაფარვის საკითხი დადგა. მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ სამართალდამცავები დაუკავშირდნენ და რუსთაველის 4 ნომერში მდებარე მაღაზიის სახურავზე ასვლა და იმის აღიარება მოსთხოვეს, რომ ორი ადამიანის გარდაცვალება დაზიანებულმა ელექტროკაბელებმა გამოიწვია. როგორც ოლეგ ჟვანია ამბობს, მას შემდეგ რაც მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად ცრუ აღიარებაზე უარი მიიღეს, ძალოვანებმა ის შეთხზული ბრალდებით დააკავეს. დამუქრევები დამიწყეს, რომ შენეს უნდა აღიარო, ესე უნდა თქვა. ბოლოს და ბოლოსო ომხედავ რა სიტუაცია არის, ეს ჩირკი ხო უნდა ჩამოირეცხოსო მთავრობა მოახლა. მთავრობის ბრალს ხო არ არის რა, მოხდა ესეო და აიღეო რა შენ თავზე პასუხს არ აგებ, არაფერზე პირიქით გიპატრონებთ, როგორც გინდა იმუშავე, დაგეხმარებით. 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს პროკურატურაში მოძრაობა დემოკრატიული საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოწმის სტატუსით დაიკითხა. ბურჯანაძე მთავარ პროკურორთან შეხვდა და იმ 30 ადამიანის გვარები მიაწოდა, რომლებიც 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურას თანამშრომლობას თავაზობენ. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია. დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს გამოძიება იქნება მართლაც ყოველმხრივი, ყველა ეპიზოდი განსაკუთრებით ადამიანების დაღუპვის და დასახიჩრების იქნება ბოლომდე გამოძიებული და საზოგადოება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გაიგებს სიმართლეს და დაინახავს დამნაშავე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების რეალურ სახეს. მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ გამოძიება სწრაფად დამთავრდება და დადებს ძალიან სერიოზულ მასალას. ირაკლი ბათიაშვილი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიების ტემპით უკმაყოფილოა. ბათიაშვილი აქციის დარბევაში პირადად ვანო მერაბიშვილსა და მის მოადგილეს ადანაშაულებს. მისი თქმით, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. სახალხო მოძრაობის კიდევ ერთი წევრი შალვა ოგბაიძე კი 26 მაისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. მე არ შევეშვები ამ საქმეს, სანამ სააკაშვილს არ მივიყვან საბრალდებო სკამამდე, იმიტომ რომ მისი ავადმყოფი ასე ვთქვათ, სურვილების გარეშე ეს არ მოხდებოდა. გამოძიება თუ წავა ობიექტურად თავისთავად ცადია, უნდა დადგეს ვანო მერაბიშვილის, შალვა ჯანაშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ყველა, ესე რომ ვთქვათ, გზა მიდის რომისაკენო, ყველა გამოძიების გზა უმრავლესი წავა ვანო მერაბიშვილისაკენ. თავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 26 მაისის მოვლენების გამოძიება დროში მასალის დიდი მოცულობის გამო ჭიანურდება. მისი თქმით, არ არის გამორიცხული საქმიდან ცალკეული ფაქტების გამოყოფა მოხდეს და საზოგადოებისთვის გამოძიების ნაწილი საჯარო გახდეს. დაზარალებულთა დიდი ნაწილი დავკითხეთ ასევე ამ მოვლენაში მონაწილე პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, ვაწარმოებთ მოძიებას და დაკითხვას იმ ადამიანებისა, ვინც შეასრულა აი ეს ღონისძიება და ასევე საყურადღებო არის აი ეს გარდაცვალების ფაქტები, რომელიც აი ამ შემთხვევაში ხდება და რომელიც თითქმის გამოძიებულია. 2011 წლის 26 მაისს თბილისში რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეიარაღებულმა პოლიციამ ტერიტორია ყველა მხრიდან ალყაში მოაქცია და მანიფესტანტები ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. მომიტინგეები სპეცრაზმა ძალის გამოყენებით დაარბია. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებებზე გამოქვეყნებულ ანგარიშიც მოხდა. 26 მაისის მოვლენების გამოძიება ახალმა ხელისუფლებამ ხელახლა დაიწყო და ის დღემდე მიმდინარეობს.